სხვაობაა ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტს შორის? მოდით მოკლედ აგიხსნით. ტიპი 1 დიაბეტი ეს არის ავტოიმუნური დაავადება, როდესაც იმუნიტეტი აზიანებს პანკრეასის ბეტა უჯრედებს და ის ინსულინს ვეღარ გამოიმუშავებს. მაშინ როცა ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში ინსულინი გვაქვს, მხოლოდ უჯრედები მას ვეღარ აღიქვამენ, ანუ გვაქვს ინსულინ რეზისტენტობა. ტიპი 1 დიაბეტი ძირითადად იწყება სწრაფად, წონაში კლებით, ძირითადად ის აღინიშნება ბავშვთა ასაკში ან ახალგაზრდა ასაკში. ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება ნელ-ნელა, ძირითადად ჭარბწონიან ან მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტებში. რაც შეეხება მკურნალობას, რადგან უკვე ვთქვით, რომ ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში აღარ გვაქვს ინსულინი, შესაბამისად მკურნალობა მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ ინსულინს, ხოლო ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ცხოვრების წესის მოდიფიკაციას, როგორიც არის წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობას. მეტი სამედიცინო რჩევებისთვის გამომიწერეთ.